ოჯახის წევრები, მისი მეგობრები მიუთითებენ თორნიკე რიჟვაძის დეპრესიულ მდგომარეობას, რაც გამოწვეული იყო მის მიმართ აგორებული შავი პიარი. დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ ისეთი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, ხოლო ცოტა ხნით ბავშვებს აქვს შესulis უფლება, ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. ეს არის მისი სურვილი, რომ გარშემო მყოფებთან თითქმის არავისთან ურთიერთობა არ აქვს და აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ყველანი ამას გაგებით ვეკიდები და უფრო სიღრმეში ვერ შევდივარ. ისე პერსონალური რაღაც საკითხებიდან გამომდინარე, ამით ვისარგებლებთ მომავალში ძალიან გთხოვთ. ეს იქნება ამორალური. მორალური სტანდარტების დაცვა ივანიშვილის რეჟიმის მოლაპარაკეთავს მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა როგორც იქნა თანამდებობაზე დანიშნეს. მამუკა მდინარაძეს სუსის ახალი უფროსის პოზიციიდან აღარ სურს თორნიკე რიჟვაძის საქმეზე შეკითხვები დაისვას. ამბობს, რომ ამით ყოფილი თანაგუნდელის პირადი ინფორმაციის გამხელა მოუწევს. თუმცა სწორედ ახლა ის ოფიციალურად იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც ამორალური და ბინძური კამპანიები იგეგმება ზუსტად პირადი ინფორმაციის გამოყენებით. მდინარაძის დანიშვნას კიდევ დაუბრუნდები. ჯერ რიჟვაძის საქმეს გავყვეთ. თუ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გადახედავთ, მარტივად მიხვდებით, საით მიყავს რეჟიმს რიჟვაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე. ის განცხადებებიც, რომელიც რეპორტაჟის დასაწყისში მოგასმენინეთ, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა ახლა ცდილობს საზოგადოება დააჯეროს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ეს ტაქტიკა ახალი არაა. ივანიშვილის მარიონეტებმა ადამიანის ჯანმრთელობით მანიპულირება რამდენიმე წლის წინ მირზა სუბელიაზე დატესტეს. სუბელიანი ხომ გახსოვთ ვინაა სასჯელახსულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი რომ იყო და ხორავას ქუჩაზე დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე რომ დააკავეს. ალბათ ის ჩანაწერებიც გემახსოვრებათ ციხიდან რომ გავრცელდა, სადაც სუბელიანი ოცნების უკანონო საქმეებზე საუბრობდა. მაშინ სისტემამ ბრალდებებზე პასუხს არჩია. მისი შავი საქმეების შემსრულებელი შეურაცხადად გამოეცხადებინა და ამ გზით გაეუფასურებინა ჩანაწერების შინაარსი. სუბელიანს შეთანხმებული მცირე სასჯელი მოახდევინეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი დაივიწყეს. ახლაც ამ ტაქტიკას დაუბრუნდნენ. უკვე დაიწყეს მინიშნებები, რომ სტამბულში სამკურნალოდ მყოფ რიჟვაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ასე იქამდე იქნებიან, ვიდრე ის ჩუმად იქნება. ქართული პერსონალური თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძღვრო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ. არ ამბობენ შეგნებულად, რომ ამ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება, ასე რომ გაკეთეს. იცით, რომ ამ პერსონალურ საკითხებს მორალურად გამართული მმართველი გუნდი არ და ვერ გაახმოვანებს. ამას გულისხმობ, რასაც ვამბობ, ნახეთ, ახლა. დიახ, მე მის ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი. არა, იმიტომ რომ მასთან, ნახეთ, არ ფიზიკურად არ მენახავს. კარგი, დავიჯეროთ, რომ მდინარაძე რიჟვაძის სანახავად სტამბულში არ იყო ჩასული. ეს გარემოება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გამოძიება აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის საქმის მიმართ უმოქმედოა. მომხდარიდან 2 თვის თავზეც მთავარი კითხვები პასუხგაუცემელია. არადა თუ სურვილი და ალბათ პოლიტიკური ნებას იქნებოდა, დეტალები გეკა გელაძის და გიორგი გვარაგიძის გამომძიებლებს თავად რიჟვაძისგან შეეძლოთ გაეგოთ, მაგრამ ის ამ დრომდე დაკითხული არაა. სხვადასხვა წყარო გვარწმუნებს, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კარგია და რომ ის სტამბულის ქუჩებშიც დასეირნობს. ასევე გვიმტკიცებენ, რომ არაერთი ფოტო არსებობს, სადაც რიჟვაძე სტამბულის ერთ-ერთ კაფეში ჩაის მის დროსაა გადაღებული. ანუ თორნიკე რიჟვაძე გამოიკითხა, რაიმე არსებობს დოკუმენტი შექმნილი, რომ მას დაურეკეს, მიწერეს, დაეკონტაქტნენ 60 დღეში. ეს ადამიანი კარგად არის, ჩაისაც სვამს, გადაადგილდება, კონკრეტული ლოკაციაც ახლა ჩემთვის თუ არის მარტივი გავიგო, ცხადია გამოძიებისთვისაც იოლი იქნება, ხო? მით უმეტეს მისი ოჯახის წევრები არიან საკმაოდ მარტივია. ძალიან მარტივია. ამ დრომდე იცით რა ვერსიას ხდება თორნიკე რიჟვაძე არ იცით. ერთადერთი თქვენს რომ უი გაგიჟდა. რას მელაპარაკებით? არსებობს დოკუმენტაცია რომ ჯერ როგორ მის ძმაკაცზე მეგობარზე ყველაზე რო იძახიან ზოგი გაგიჟდა, ზოგი ესე კლავდნენ ადამიანს, ეხლა გიჟად აცხადებენ, ხო? რა ვიცი, არსებობს რაიმე დოკუმენტაცია საბუთი ამის. ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი არსებობს ერთადერთი რამის გამო. მათ ჟარგონზე, ბიზნეს ენაზე რო თქვა, ვერ შეკერეს თორნიკე რიჟვაძე. ამ დრომდე არ იციან, აი რო თქვა მაგალითად რომ 10 კაცი იყო. რიჟვაძე რო გამოვიდეს რა 10 ძმაო მან 15-ნი ვიყავით. რო თქვან რომ ისროლა თვითონ და მაგალითად აი ოფიციალური ვერსია ეს არის. მოიცა კაცო რა ვისროლე, თქვენ მესროლე ზურგიდან რო თქვას, ამიტომ არ იციან რა სიტყვის თორნიკე რიჟვაძე, ვერ დალაგდნენ ამ დრომდე მასთან და შესაბამისად გამოძიებაც დუმს. გამოძიება ბევრ დეტალზე დუმს, მაგალითად 2 თვის თავზე არაფერი ვიცით, რა წერია ექსპერტიზების დასკვნებში.
რა არის ასახული ვიდეო კადრებში, რომელიც ამოღებულია. მასალა რო საქმეში დევს, ეს აგვისტოს ბოლოს ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა თქვა. ერთადერთი ექსპერტიზა, რომლის შინაარსით საჯაროდ გაამხილა, იმ წერილს უკავშირდება, რომელიც პროპაგანდის მტკიცებით თორნიკე რიჟვაძეს ტანსაცმელში უპოვეს. მოპოვებულია კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი შესრულებულია თორნიკე რიჟვაძის მიერ. ფისკასამართ საქმეზე ასევე დანიშნულია არაერთი სხვადასხვა ექსპერტიზა, როგორც გახსოვთ სამედიცინო, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, ფისკასამართ საქმეზე მოპოვებულია ბალისტიკური ექსპერტიზა. პროკურორი ჭიტაძე ამტკიცებს, რომ გამოძიება გრძელდება. რა არის ამ საქმეში კიდევ გამოსაძიებელი უცნობია. თუ ორ თვეში ვერ დაადგინეს მნიშვნელოვანი დეტალები, მაგალითად, რატომ იყო ახვლედიანის იარაღი რიჟვაძისთვის ხელმისაწვდომი, რა ტრაექტორიით მოხდა აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს ტყვია, ვინ იყვნენ იმ დღეს ახვლედიანის სახლში და სხვა არანაკლებ საინტერესო გარემოებები. თუ ეს ყველაფერი აქამდე არ იციან, 60 დღის შემდეგ რაღა უნდა გაარკვიონ. ახლა სიმართლის თქმა მხოლოდ თორნიკე რიჟვაძეს შეუძლია, რომლის ჩვენების საქმეში ჩადებასაც ერიდებიან. სანამ დაკითხავენ, მანამდე ხო ისე უნდა ელაპარაკონ და დაკერონ, რა უძმაო ესე თქვი, არ ახსენო რომ გეკა იქ იყო, არ ახსენო რომ მდინარაძე იქ იყო, მოდი არ ახსენო რომ ზურგში გესროლეს, ან მოდი არ ახსენო ვიღაცას გაუვარდა, ეს არ ახსენო, აი მოდი ჩვენ ეს ვერსია გვაქვს და მოგვიწერე ხელი. ამა ეს რომ ვერ ხდება ამ დრომდე, ხო? 60 დღეა კაცო ეჩალიჩებიან რა, 60 დღეა კაჩაობა მიდის, შეთავაზება მიდის აქიდან იქიდან. ეს რომ ვერ ხდება, ამიტომ არის რომ ის რა ქვია, ოფიციალური ვერსია არსებობს. ოფიციალურად რეჟიმი საზოგადოებაში იმ ვერსიის დამკვიდრებას ცდილობს, რაც მათთვის ამ ეტაპზე კომფორტულია, რომ დეპრესიულმა რიჟვაძემ ვერ გაუძლო მასზე გავრცელებულ ჭორებს და თვითმკვლელობას სცადა. ამ ინციდენტის შემდეგ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ამ ვერსიას ავრცელებინებენ ალექსი ახვლედიანსაც, კაცს, რომლის სახლშიც რიჟვაძემ თვითმკვლელობას სცადა და რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ახლო მეგობარია. საკუთარი საქმის არსებითი განხილვის პირველ დღეს ახვლედიანმა თქვა, რომ 6 ივლისს მასთან სახლში მხოლოდ რიჟვაძეები და მისი ახლო გარემოცვა იყო, რომ თორნიკეზე გავლენას არც იმ დღეს და არც მანამდე არავინ ახდენდა და რომ დინარაძეს საერთოდ არ იცნობს. ჩემ და სამწუხაროდ და მე როგორც ბატონი მამუკას ბიოგრაფია წავიკითხე, ჩვენ ერთ პერიოდში მიმუშავია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბატონი მამუკა დინარაძეს მე არ ვიცნობ. და საერთოდ აი ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფ. რაც შეეხება ზეწოლას. სად გაგიგიათ რომ რუსეთის შვილის თანდასწრებით, როსახურე ქალბატონის თანდასწრებით, ჩემი უახლოესი ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით, ვის უნდა ქონოდა ზეწოლა? ვის? მე, მამამის თუ მის სიცეს. აი ვის რა, თორნიკეს ქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება. რომელზეც აი მუდმივად ქონდა აი შეიძლება ეთას ხელჩართული ბრძოლა რომ აი თქვა დაიწერა ჩემზე რამე, ხო? თქვა დავიკითხე და შეიძლება არ წავიკითხო, ხდები? აი მას ეჭირა ტელეფონი და უნდა ჩაყოლო და კომენტარს. არ გადავდივარ. ზუსტად მაგას ვეუბნები, თორნიკე, ეს შენ გადაგიყვანს ჭკვიდან. არ შეიძლება ეს, იმიტომ რომ მილიონი უსაქმურია. მამუკა დინარაძე ახლა უკვე დიდი კაცია, სუსის უფროსია, რომელსაც დანიშნვის დღეს კობახიძემ სპეცწოდება მიანიჭა და პოლიციის ლეიტენანტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტად აქცია. თუ კარგად მოიქცევა, შესაძლოა მათივე პრეზიდენტისგან გენერლის წოდებაც მიიღოს. ეს კაცი ახლა ბატონმა მოდულში კონკრეტული დავალებით გაუშვა. დინარაძეს ებარა ეგ საქმე. დინარაძე იყო უშუალო დამლაგებელი. დინარაძე იყო მიმგზავნი, მათ შორის აი ამ რაღაცა კრიმინალების. დინარაძე იყო პროკურორი, მისი კადრია, პირადად მან ასე ვთქვათ შეაგროვა ყველა დოკუმენტაცია რიჟვაძეზე. გულისხმობ ახალ პროკურორს, რომელიც მეგობარია და ეს არის მამუკა დინარაძის დანიშნულია იქ კაცი, ისევე როგორც გეკა გელაძე, ხო? ანუ მამუკას ებარა ეგ საქმე და ცხადია მამუკას აქ ხა დავალებული რომ ეგ საქმე მოაგვაროს. და ცხადია ვერ აგვარებს ეს კაცი, ხო? ამ დრომდე არ არსებობს არ ჩვენება და არც არაფერი. ახლა კიდე უფრო დამატებით რაღაცა ფიქრობენ, რომ აი მოდი სუსის თანამდებობას მოგცემ შენ. ცოტა გადაიწიე ხა მანდ ხა ხო ხედავ ყველაფერში გაასხი რა მამუკა. ორი მთავარი ამოცანა აქვს. პირველი რომ რიჟვაძეს თემა მოაგვაროს, თორე ეს არის ამოქმედებული ნაღმი ივანიშვილის თავზე. რამაც შეიძლება აბსოლუტურად გაწყვიტოს ნახევარსაათში მათი ასე ვთქვათ პოლიტიკური რაიმე თუ აქვთ კიდე და დარჩათ გუნდშიც კი. ანუ აბსოლუტურად გაწყვიტავს ყველა ძავს.
თუ ის იტყვის სიმართლეს რაც იყო და სიმართლე იყო ის რომ იქ იყო გეკა, სიმართლეა რომ იქ იყო მამუკა მდინარაძე, სიმართლეა რომ მას სავარაუდოდ ესროლებს, არის ბევრი სიმართლე რომელიც უნდა ითქვას. საბოლოო ჯამში არც დაიმალება. დინარაძე სხვა საქმეების დალაგებაც მოუწევს, მაგალითად ბოლომდე უნდა მიიყვანოს გამოძიებები, რომლებიც ყოფილი თანაგუნდელების კორუფციულ საქმეებში შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება. ეს ყოფილები ალბათ ხვდებით ვინც არიან: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური. აბა ოხანაშვილს ტყუილად ხომ არ დააჭერინეს მიქაუტაძე და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. ხო გომელაური ჯერ გადის ქვეყნიდან, მით და კითხეთ. შეიძლება გაჭირებული გომელაურს უნდა წავიდეს მაგნიტსკის სიაშია, მეზობლათაც ვერ გადავა, რომც მოუნდეს. მაგნიტს ტერორისტების სიაშია ეს კაცი. მაგრამ აი ლილუაშვილს მაგალითად პასპორტი ჩამორთმეული აქვს იგივე როგორც ღარიბაშვილს. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არის იმდენად დასუსტებული. ნახეთ ღარიბაშვილთან მივიდა მიქაუტაძეთ, მივიდა ჯუანშერის მოადგილით. არაფრის თავი აღარ აქვს. ღარიბაშვილამდეც ვერ მიდის. მეტიც იქადნება ღარიბაშვილი რომ ხა იგრის გამკეთებელია და მაგან დაიჭიროს ისა რა. ინა დაიჭიროს მაგან. ეს ახლა მის გარშემო ადამიანები ამას ლაპარაკობენ. იგივეა ლილუაშვილი. რა სადღა აქ ივანიშვილს იმის თავი რომ ლილუაშვილი და ღარიბაშვილი დაიჭიროს. ჯუანშერამდეც ვერ მივიდა. ბიძინას აღარაფრის თავი არ აქვს. ბიძინა დგას ესე რაღაცა თხელ ფირფიტა პრინციპში არაფერზე რა ჩვენ უიმედობაზე ნიჰილიზმზე რომ მაინც არაფერი არ გამ ეგ გადარჩა თორემ მას რომ თავი ქონდეს და თქვა ბიძინა ივანიშვილი იყო ძლიერი კაცი მამუკა მდინარაძეს რა უნდა სულს უფროსად აბსოლუტური სასაცილოა ხო ხა მამუკა მდინარაძე კაცი ჭორიკანა კაცი დანიშნო ყველაფერზე მოლაპარაკე მოლაქლაქე კაცი დანიშნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად რო დაინიშნა იმ დღესაც ვერ ხო შეიძლება იმ დღეს მაინც შეეკავებინა და ვერ იკავებს და ჭორიკანა ასინეთა ყველგან ყური უნდა მიადოს ყველგან ჭორი უნდა მიიტანოს ესეთი კაცი სუსის უფროსად სახელმწიფოს არ უხდება სახელმწიფო უსაფრთხოებას როგორც ოხანა იყო ორგანულად მიუღებელი ისე არის ახლა მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ დინარაძეს ახლა შეუსრულებელი მისია აქვს დავალებული და მისი სუსის უფროსობაც მოკლევადიანი იქნება. მეტიც ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოლიგარქს კობახიძის შემცვლელის მოძებნილი ყავს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის ფიქრობს ესეთ რამეს, რომ 4-ში ბევრი ხალხი იქნება, ეს დარწმუნებულია ამაში და იცი რა მე კობახიძეს მოვაშორებ, გადავაყენებ რაღაცა იმ ბარტყების გადაგდების ის რო იცის რა ქვია ივანიშვილმა, ეს გეგმა აქ თავის ჭკუაში ალაგებს, რომ კობახიძის თავი გაამზადა და იაპონიაში ასე ვთქვათ ელჩად როყავს კონკრეტული ადამიანი რომელიც მის შვილთან ასე ვთქვათ კომუნიცირებს და ფული მიაქვს და ასე შემდეგ განიხილავს რომ იქნებ ეს ადამიანი დანიშნოს პრემიერად. მამუკა მდინარაძე არ გავახსენდება ხვალზე არავის. ოღონდ მას ეხა კონკრეტული დავალებები აქვს ეს ერთი თვე რომ რაღაცა დისკრედიტაცია მოახდინოს ოპოზიციის რაღაცა ფილმები გადაიღოს რაღაცა თქვას რომ ეს ვითომ რაღაცა შექმნოს რომ მუშაო ბატონო ბიძინა თქვენ სიმშვიდე მე ჩვენ უზრუნველყოფთ ეხა თქვენ სიმშვიდეს კაცო ესე ცუდები არიან დამხობას გიპირებენ ჩვენ აქავართ მაგრამ ბიძინა მიცის რომ ვიღაცის თავი არის კობახიძის თავის გაგორება მოუწევს ამიტომ ალტერნატივაზე ფიქრობს ოღონდ ეხა ერთია ბიძინა რას ფიქრობს და მეორეა ხალხი რას ფიქრობს ხო ხალხს არც კობახიძის თავი აღარ უნდა აღარ დინარაძეს ხალხს წყურია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თავი გრიგორიჩ მივიღებთ ამ თავს უპირობოდ მივიღებთ შვიდად საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, უტას მეგობარი და იაპონიაში მისი პატრონი. რამდენიმე თვის წინ იაპონურ მედიას მასზე ვრცელი საგამოძიებო მასალაც ჰქონდა მომზადებული. ივანიშვილის ოცნებაში არეულობაა. ბოლო გადაადგილებებიც აჩვენებს, რომ სათადარიგოს კამი თითქმის ცარიელია. თუ კობახიძე მდინარაძე ბატონის დავალებებს უახლოეს პერიოდში ვერ შეასრულებენ, წასვლა დიდი ალბათობით თავად მოუწევთ.